თავდასხმა თავისუფალ მედიას ვერ აიძულებს სიმართლის თქმაზე და ქართული საზოგადოების ინფორმირებაზე თქვას უარი. იმედი მეტი შემართებით აგრძელებს მუშაობას. უკვე მეხუთე დღეა გამოაშკარავებულია აბსურდული ბრალდებების ავტორთა რეალური მოტივი. ისინი, ვინც თითქოს სიტყვის თავისუფლებას იცავდნენ, იმედის განადგურებას ლამობენ, თუმცა უშედეგოდ. დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმის მოტივი დისკრედიტებული ცოცხალმკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო. ასეთია შეფასებები ქართულ ოცნებაში. რატი მეტრეველია პირდაპირ ეთერში, რომელიც შეფასებებს გაგვაცნობს. ქართულ მედიაზე მიზანმიმართული თავდასხმის მეხუთე დღესაც არ მოგვისმენია კონკრეტული არგუმენტები თუ რით არის გამყარებული დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება დუმს ბრიტანული მხარე, ასევე დუმს ბრიტანეთის ელჩი, რომელიც ბოლოს თავდასხმის ობიექტი მედიის შეკითხვებს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკანა კარიდან გაეპარა და მას შემდეგ კამერებთან აღარ გამოჩენილა, ვერც წერილობით მივიღეთ მათგან კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები. სამაგიეროდ გვესმის ხმამაღალი განცხადებები და აჟიოტაჟი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. საინტერესო აღიარება მოვისმინეთ ნაციონალური მოძრაობის მხრიდანაც, სადაც პირდაპირ თქვეს, რომ უცხო ძალებთან სწორედ ისინი მუშაობდნენ იმ საკითხზე, რომ ტელეკომპანია იმედი და პოსტივი ერთგვარი დარტყმის სამიზნე გამხდარიყვნენ. იმედს ებრძოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ებრძვიან დღესაც, რადგან არც მაშინ და არც დღეს ჩვენი ხმა არ ემთხვევა მათი პროპაგანდისტული მედიების ხმას. საინტერესო ლუსტრაცია ვიხილეთ ასევე ეგრეთ წოდებული კოლეგების მხრიდანაც, რომლებიც იმედს პირდაპირ ადანაშაულებენ რუსული საქმის კეთებაში და ამ ტყუილს ტირაჟირებენ პირდაპირ. მაგალითად იმ მედიის წარმომადგენლები, რომელთა დამფუძნებელიც ძარცვავდა ქართულ ჯარს, მოპარა მილიონები და ეს მაშინ, როდესაც ოკუპანტთან ბრძოლაში სწორედ ამ ჯარისკაცებს უნდა დაეცვათ საქართველო და როგორც გაირკვა შემდეგში უკვე მაშინ, როცა ქვეყანა გლოვობდა საკუთარ დანაკარგს გარდაცვლილ ჯარისკაცებს, ამ ტელევიზიის დამფუძნებელი თავს ირთობდა ბრილიანტების შეძენით და სწორედ ამ მეთოდებით გამდიდრებული ადამიანის პირადი პროპაგანდისტები დღეს თამამად საუბრობენ ტელეკომპანია იმედზე. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს მმართველი გუნდისთვის, ქართულ მედიაზე თავდასხმა კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ებრძვიან გარე ძალები საქართველოს და როგორ უკრავენ მათ გახარებულები ტაშს მათი ადგილობრივი მსახურები. ამ ცდელობის ნაწილი არის ის, რომ სიმართლე დაუმალონ მოსახლეობას, სიმართლე არ მივიდეს მოსახლეობამდე. იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ვიყვებით ერთ დიდ მსოფლიო საინფორმაციო ომში და ეს ადამიანები ცდილობენ, რომ მოსახლეობას დაუმალონ სიმართლე. ამიტომ ეს ნამდვილად სანქციაზე მეტად, სანქციის სახითაც ეს მეტ არის ნამდვილად თავდასხმა თავისუფალ მედიაზე. სწორედ ამ პროპაგანდისტული მანქანის ნაწილი არიან თავად ესენი ზოგი ეგრეთ წოდებული მედია განზომილებით და ზოგი პოლიტიკური განზომილებით. ამიტომ გასაგებია ეს აჟიოტაჟი, ეს სიხარულის ცრემლები ზოგიერთმა ვერს დამალა, მაგრამ მეორე მხრივ კარგია, იმიტომ რომ ყველაფერს თავის სახელი ერქმევა. ეს არის რა თქმა უნდა პირდაპირ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის რაღაცა ტიპის ჟანგბადი ხელოვნურად შექმნან. ილუსტრირება მოხდა ამ ყველაფრით იმის, რაზეც ქართული ოცნება საუბრობდა, ისიც ნიშანდობლივია, რომ ბრიტანეთის ელჩი, ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩი ბოლო ღონისძიებაზეც თუნდაც ეძახიან მხოლოდ ტევე პირველს და ფორმულას, რითიც კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ჩვეულებრივად რადიკალური ოპოზიციური პარტიის აქტივისტები არიან. ქართული მედიის წინააღმდეგ გალაშქრებით დიდმა ბრიტანეთმა დროულად გადმოუგდო ურეიტინგო ოპოზიციურ პარტიებს და მათსავე პროპაგანდისტულ მედიებს მაშველი რგოლი, თუმცა ამ ყველაფერმა ეფექტი ვერ გამოიღო, რადგან მათ და სამწუხაროდ და ჩვენი მაყურებლის საბედნიეროდ ჩვენ და ტელეკომპანია პოსტივი მაუწყებლობას შეუფერხებლად ვაგრძელებთ. ეს რატი მეტრეველი იყო?